მადლობა მოგზაურებისთვის, ეს ჩვენი პირველი ბრიფინგია. იმედი გქონდა, რომ პოზიტიურ ნოტაზე დავიწყებდით, თუმცა ქართული ოცნება არ აძლევს ამ ქვეყანას პოზიტიურ განწყობაზე ყოფნის შესაძლებლობას სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი ამოცანა იმისთვის, რომ ჩვენ ბედნიერება ვიპოვოთ ამ ქვეყანაში, ქართული ოცნება აღარ უნდა იყოს ხელისუფლებაში. დღეს ქართული ოცნება აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი. ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართულმა ხალხმა არაერთჯერ გამოხატა, როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც. ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია ახალი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი. ის რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში, ევროკავშირში. დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო, ვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი, მეგობრებო, კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ დროს და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ უგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქუჩებში თუნდაც გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით, დაწესებულებებში და ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩვენ შეგვიძლია. მიმართავ ქართულ საზოგადოებას. ამ ადამიანების ქართული ოცნების წარმომადგენლების სიტყვას აქვს ჩალის ფასი. ნუენდობით მათ ნურცერთ შემთხვევაში. იმიტომ რომ ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან. ნებისმიერ შემთხვევაში ის არის თავისუფლების მტერი და თავის მიზანს ყოველთვის განახორციელებს. მინდა მიმართო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ნუ ენდობით ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების სიტყვას აქვს ჩალის ფასი. იმიტომ რომ ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და იგი არ თმობს თავისუფლებას. არ გვაძლევს თავისუფლებას, იგი მას მაინც წაგვართმევს, თუ ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით და თუ თქვენ, ძვირფასო დასავლელო მეგობრებო, ბოლომდე არ მიიყვანთ ქართულ ხალხთან ჩვენს საერთო ცივილიზაციურ ბრძოლას. ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დაუთმობთ ქართულ ოცნებას. კვლავ ვიმეორებ, ქართული ოცნების სიტყვას აქვს ჩალის ფასი. იგი ასე იქცევა, იმიტომ რომ ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოველთვის იქცევა ასე. ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. თუ ჩვენ გვინდა ცივილიზაციის წევრები ვიყოთ, თუ ჩვენ გვინდა თავისუფლება, თუ ჩვენ გვინდა ბედნიერება, ჩვენ უნდა მოვიქცეთ მხოლოდ ასე. და ჩვენი პარტიის მიზანი არის ქართველი ერის გაძღოლა წინ ევროკავშირისკენ. და ჩვენ ამას შევძლებთ. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. მადლობა მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, ქართულ საზოგადოებავ. დიახაც, ძიმეტრი არის, მაგრამ ყველა გამოწვევას, ისევე როგორც ტრადიციულად შევია ქართულ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, ახლაც ჩვენ ყველანი ერთად ამ გამოწვევას შესაძლებლობად ვაქცევთ. ქართული ოცნება უკანასკნელი განსაკუთრებით ერთი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ყოველ დღე დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, ღიად და დაუფარავად. დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს, რაც გვაშორებს, რბილად რო ვთქვათ, ასევე გვაშორებს ევროკავშირისგან. ეს ნაბიჯები წინ გადადგმული მათი მიერ. დიახაც, ამას ისახავს მიზნად. ყოველდღიური ნაბიჯია. იქნება ეს CSKO-ს თავმჯდომარის დანიშნა, გავწესება თანამდებობაზე ქალთა კვოტების გაუქმება, დღევანდელი შემთხვევა, რომელიც არის ცდელობა გადაიწეროს ისტორია. მეტი არაფერი ხალხო, რისთვისაც თაობებმა მიუძღნეს საკუთარი სიცოცხლე არსებობა მოვლენას, რომ ქვეყანა მოსახლეობით გახდეს ევროკავშირის უფასოვანი წევრი, ანუ ოჯახი, დიდი ევროპული ოჯახის წევრი სახელმწიფო, აი ამ ყველაფერს ცდილობს ახლა ქართული ოცნება, რომ შემოგვიტრიალოს რაღაცა პადაღებული საკითხით, რომელსაც
რუსული კანონი ქვია, რომელიც უმძიმესი კანონია, სინამდვილეში ქვია ევროკავშირზე უარის თქმის ცდელობა. წარმოიდგინეთ, ძვირფასო მეგობრებო, უფროსო თაობა, მშობლებო, ახალგაზრდებო, ყველა ვიზა იმეთ წინა კვირას წარმოუდგენელი გამარჯვება, წარმოუდგენელი ერთსულოვნება იყო საზოგადოებაში. ტრებიც კი გაერთიანდნენ სიხარულით, რომელიც მოგვანიჭა საქართველოს ნაკრებმა. გავიხარეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, დაუღალავი შრომით, ვიზა დასახულობით, ბრძოლის ჟიმით. და აი ახლა წარმოიდგინეთ, რომ დღეს ჩატარდეს განცხადება, ბრიფინგი UEFA-ს ცენტრალურ ოფისში და იქ გითხრან, რომ თამაშის შედეგი არის გაუქმებული. რა რეაქცია ექნებოდა ყველა ქართველს? და ვერ მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე. ისტორიული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მძიმე შეფრევა, რაც დღეს იკადრა ივანიშვილის მოლაპარაკე თავმა ერთ-ერთმა და გაახმოვანა მათი ზაგრული გეგმა. არის საკითხები, რომელიც რევიზიას და გადახედვას არ ემსახურება. არის საკითხები, სადაც მოწოდება ერთიანობისკენაც არის ზედმეტი. ჩვენ ეს ნახეთ შარშან მარტის თვეში. გავერთიანდით განსხვავებული ადამიანები, ვის დღეს კონკურენტები ვართ და არჩევნებზეც კონკურენტები ვიქნებით, მაგრამ ვერთიანდებით ეროვნული გამოწვევის წინაშე. ევროპული პერსპექტივა არის ეროვნული პერსპექტივა. ჩვენ ვერ ხედავთ პერსპექტივას და ვერავინ დაგვანახებს პერსპექტივას იაროსლავში და ტომსკში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი. ჯერ არათუ მიგვაჩნია. დინარაძე ივანიშვილს მიაჩნია, რომ დიახაც მნიშვნელოვანი არის რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა. და ჩვენ გჯერა, რომ ჩვენი თელი შეგნებული ცხოვრება უნდა მივუძღნათ ამ საფრთხის განეიტრალებას, რომელიც გადის ევროკავშირის წევრობაზე. და როდესაც ჩვენი ბედით თამაშობს ივანიშვილი, როგორც შულერი, ჩვენი შვილების ბედით თამაშობს, ეს არავის არ გასვლია. ხალხთან დაპირისპირებაში ამ ხარისხით ნებისმიერი ხელისუფლება, როდესაც შემოსულა, ის ყოველთვის დამარცხებულა და ახლაც ეს ვერ იქნება გამონაკლისი. ამიტომ სიტყვებთან ერთად, რა თქმა უნდა, მე ჯერა ქართული საზოგადოება იქნება ადეკვატური, ჩვენ ჯერა ადეკვატური იქნება ამ გამოწვევის წინაშე. წინანდ შემთხვევაში აზრი ეკარგება ყველაფერს. აზრი ეკარგება პოლიტიკოსობას, სამოქალაქო საზოგადოების წევრობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, ყველაფერს ეკარგება. საქართველოს ისტორიული არჩევანი დგება უდიდესი საფრთხის წინაშე. და მე ვფიქრობ, ჩვენ ბევრს საუბრობდით უკანასკნელი თვეების განმავლობაში, პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს ფასი სიტყვისა და რომელ სიტყვის ფასის დაბრუნებაზეა ნიკამ რაც აღნიშნა, იგივე მინდა გავიმეორო ახლა და ჩვენ საერთაშორისო მეგობრებსაც ვიმართო. არ არსებობს საკითხი, რომელიც თითქოს გადაწყდება ხალხის საკეთილდღეოდ და ამ გადაწყვეტილების მიმართ იქნება ერთგული ოლიგარქატი. არ არსებობს და პრაქტიკაც ამასაც ცხადყოფს, ხომ? და ეს პრობლემა არ მოგვარდება მანამ სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. მოვიქცევით ისე, რა დაკვეთაც იქნება საზოგადოების მხრიდან და საზოგადოების მხრიდან დაკვეთა იქნება დარწმუნებული ვარ ეროვნული და მოვიქცევით ისე, როგორც უნდა მოიქცეს პასუხისგებლობის მქონე პოლიტიკური პარტია. პარტია ახალი ნამდვილად შეიქმნა იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს საქართველოს, ჩვენი სახელმწიფო და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ. და კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ არ გვეთაკილება, რა თქმა უნდა, ყველა განსხვავებულ ადამიანთან თანაშრომლობა. არათუ არ გვეთაკილება ჩვენი მოწოდება ნიკასის, ჩემის და ყველა ადამიანის. ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით ყოველთვის. და ჩვენ არ მივცემთ სახეში ნაციის შეყრის უფლებას ქართულ ვითომ ხელისუფლებას. თუ ვინმეს მიაყენა პირველ რიგში ახლა შეურაცხყოფა, დიახაც გადაჭარბების გარეშე ეს არის ის ქართველი, ვინც ხარობდა ერთი კვირის წინ გამარჯვებით, ყველა ის ფეხბურთელი, ვინც 120 წუთის განმავლობაში იბრძოდა
ოფლის ავისი უკანასკნელ წვეთამდე. და რა გაგვახარა? იმა კი არ გაგვახარა რომ მოსკოვში მივდივართ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. იმა გაგვახარა რომ ევროპის ჩემპიონატზე გავდივართ. და ახლა უნდა ივანიშვილს რომ გავიხაროთ დღესვე საპირისპირო სიხარულით, რომ აღარ ვიქნებით ევროკავშირის წევრი. არ მოხდება ეს შემოკარგებო. ისტორიული სამართლიანობა არ ხდება. ნუ გონია ნუ რავის ძვირფასო მაყურებლებო. საკუთარი ბედის ჭედრები ჩვენ თვითონ ვართ. ნუ გონია ნუ რავის რომ ივანიშვილი იქნება და იქნება. არა. ივანიშვილი ვეღარ იქნება ხელისუფალი. ვეღარ იქნება მიტაცებული ძალაუფლება. მაგრამ ამ ძალაუფლებას ჩაანაცვლებს ხალხის ძალაუფლება. ოღონდ ფულს ფულით კი ვერ დავამარცხებთ, სიმართლით და ეროვნული ინტერესით დავამარცხებთ ოლიგარქიულ რეჟიმს. დიდი მადლობა, წარმატებები და ვართ ძალიან მობილიზებულები და ვართ ძალიან ადეკვატურები და ვართ ქართული ხალხის სამსახურში. დიდი მადლობა. კი ბატონო, როდიდან გეგმავთ თქვენ აღნიშნეთ რომ ივნისში განიხილავს ივნისში მიიღებს განხილვას ფესვე დაიწყებს, უკვე ნათქვამია პროტესტი არის მიზანზე მიმართული. პროტესტი არ არის თვითმიზანი. მიზანი უნდა აღსრულდეს. ეს კანონი კვლავ არ უნდა იქნეს მიღებული. აი ხო შემოიტანეს კვლავ არ იქნება მიღებული. ან იქნება რამდენიმე მოსმენით მიღებული და მე მოვუწევთ კვლავ უკან გატანა. მე კიდევ ერთხელ მინდა მიმართო ქართულ არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო თანამეგობრობას და ქართულ ოპოზიციურ პარტიებს. არაფერი არ უნდა დაითმოს. 9 პუნქტი უნდა შესრულდეს. თუ ეს არის გამოსავაჭრებლად კეთილსინდისიერების შემოწმების მოსამართლეების, თუ ეს არის გამოსავაჭრებლად იმიტომ რომ არ მისცენ არ იყოს საუბარი იმაზე რომ ემიგრაციამ ხმა უნდა მისცეს და ასე შემდეგ, ჩვენ არ უნდა დავთმოთ არაფერი. არ უნდა ვივაჭროთ ქართულ ოცნებასთან, ვამბობ კვლავ. მე ვთქვი ნიკამაც თქვა და კვლავ ვიმეორებ ამ ხალხის სიტყვას აქვს ჩალის ფასი. ნებისმიერი შეთანხმება მათთან არის საკუთარი თავის მოტყუება და ჩვენი ერის მოტყუება და ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემის შექმნა. რატომ? იმიტომ რომ დღეს შევთანხმდებით, ხვალ მაინც მიიღებენ. ასე მოხდა ამ კანონის შემთხვევაში და ნებისმიერ სხვა ვითომ დემოკრატიულ ფასადურ ნაბიჯში მოხდება ასევე. უკან შემოbrunდება ის რაც ვითომ დავძლიეთ და გავიარებთ. ასეთია ქართული ოცნება, ასეთია მისი მოქმედების სტილი, ასეთია ყველაფერი რუსულის მოქმედების სტილი და მათთან კომპრომისებს აზრი არ აქვს. მათ არ ესმით კომპრომისები და კომპრომისებს განიხილავენ სისუსტედ. მართველი გუნდის ერთ-ერთი არა, საოცრება არის ერთი რაღაცა, ეხა ნიკა